Brpanda! მოგესალმებით ლუკათინჯის მომდევნო ვიდეოში მეგობრებო და სანამ ვიდეო დაიწყებოდეს მეგობრებო გეტყვით რომ ანუ აი შეხედეთ რა სილამაზია ეს ნახეთ რა ლამაზი რაღაცა ეს ჩემი ნახატი არ არის მეგობრებო ეს არის ერთ-ერთი ფანის ნახატი მეგობრებო სკოლაში გადმომცა ჩემმა ფანმა ძალიან მომეწონა აი აქ აწერია რამდენი გამომწერი მაქვს მიზანი subscribe-ო აქ კიდევ ნაძვის ხია ხატია ესეთი რომელზეც YouTube-ის ლოგო არის ვარსკვლავის მაგივრას მორთულობა და სუბო ანუ subscribe-ო sigma boy ეს ჩემი ბოლო ვიდეოა რომელიც დავარეაქტე TMGO აი აქ დიდად აწერია და მე იქ კიდევ ამის ქვევით უკვე YouTube-ის ღილაკია ყველაზე მაგარი YouTuber ხარ ლუკა TMGO აი აქ ქართულად ესე წერია კუთხეში მადლობა ჩემო ძმაო დიდი sigma luka TMGO გენაცვალე ჩემო ძმაო და ასეთი და YouTube hero ანუ YouTube-ის super გმირიო ესეთი ლამაზი ნახატი გამომცა მეგობრებო და ანუ სიურპრიზი მაქვს თქვენთვის აი აქ კაკრას მეგობრებო აი ამ ადგილას მქონდა ცარიელი ადგილი და კაკრას დაამშვენებს ამ ადგილს ეს ნახატი აი ასე მოვიფიქრებ აი ესე ჩამოვკიდებ აი ამ ადგილას და იხილავთ ამ ნახატს ჩემ კედელზე და მეგობრებოს ქუჩაში ვნახავთ თუ სკოლაში ვნახავთ თუ სადაც ვნახავთ დახატეთ ესეთი რაღაც ლამაზი ნახატები ჩემზე TMG გინდა ლუკა TMG ლოგო დახატეთ მე დამხატეთ ჩემი პორტრეტი დახატეთ ლუკა TMG YouTube ღილაკი რაღაცები რა თუ რაც თქვენ ფანტაზიაში ჯდება გადმომეცით და მე კიდე კედელზე ძალიან დიდი ადგილი მაქვს ხედავთ ალბათ იქითაც და იქით გვერდზეც ადგილი მაქვს და ჩამოვკიდებ ხოლმე რომელიც მომეწონება და რომელიც კაი ნახატი იქნება ჩამოვკიდებ და თანაც ბაიერნის სისტემით შევაფასებ თქვენ ნახატებს და თქვენი ნახატებიც მოხდება ჩემს ვიდეოში და თუ გინდათ თქვენი ხელმოწერა ან რამე კუთხეში მიაწერეთ რომ თქვენ გაამარიაჟოთ რომ ჩემ ვიდეოში მოხდა თქვენი ნახატი რავი თუ გინდათ გააკეთეთ ასე და ძალიან ლამაზი ნახატი გამოვიდა ჩემ მეგობარი რა ანუ მეგობარად მოიხსენით უკვე რადგან ესეთი ლამაზი ნახატი გადმომცა ამას მოუძებნი ჩემ კედელზე ადგილს და შემდეგ ვიდეოებში უკვე იხილავთ აი ამ ადგილას What the fuck? Scam თავისის ჩაიწია. What the fuck, bro? ჩემს სკამს რაღაცები უკვე შეის მართლა კი არა. ფეხი მიმეკრა შემთხვევით ჩამოსაწერზე და ოპა, ეგ არის ფეხი მიმეკრა ჩამოსაწერზე შემთხვევით. კაი, არა უშორა. ასე რომ მეგობრებო, კედელზე იქნება ეს ნახატი შემდეგ ვიდეოში. და რა შეეხება დღევანდელ ვიდეოს, რაზე უნდა მესაუბრა დღევანდელ ვიდეოში. ალბათ ყველას გეცნობათ უკვე ვიდეო, სადაც მე გარდავიცვალე. დიახ, გარდავიცვალე სამწუხაროდ და ეხა ამ ვიდეოში არ არის ლუკა TMG სულია, როგორც ზოგი წერს ვიდეოში და ანუ 1000-ნაირი დებილობა ჭორი გავწერდა ჩემზე YouTube-ში გინდა თუ TikTok-ში გინდა თურმე მეგობრებო გარდავიცვალე მე TikTok-ერი ლუკა TMG გარდაიცვალაო აქეთა კუთხეში შემოვარდება ეხა ეს სკრინი აი აქა რომ მე გარდავიცვალე მეგობრებო თან რა მიზეზით what the fuck bro ანუ რა მიზეზით გადდეა მართლა ანუ რა მიზეზით გადავიცვალე თან ანუ TikTok-ერი ლუკა TMG გარდაიცვალა სასქესო ორგანოს ანუ სათესლე ჯირკვლის ტრიალის შედეგად what the fuck ანუ bro მართლა ანუ ვერ ხვდები რა ანუ ჯერ ხომ მაგით კაცი არ გადაიცვალა შანსი არა მაქსიმუმ 2-დან 1-1 დაკარგვა ალბათ ბევრი ბიჭი მიხვდება და ალბათ ზოგიერთი გოგოს მიხვდება რაზე ვსაუბრობ ძალიან უხერხულში ვარ ამ თემაზე რომ ვსაუბრობ მაგრამ მიწევს ზოგიერთი კარეტინის გამო ამ თემებზე საუბარი და კიდევ ვიტყვი ცოტა ხანში რა მოელით ჩემ ჰეიტერებს ანუ ესე იგი მეგობრებო როგორ თქვა ანუ what the fuck მართლა ანუ ამ მიზეზით კაცი როგორ უნდა გადაიცვალოს აზია რა ანუ ვერ ფაქტიურად ვერ გადაიცვალება ანუ ლოგიკურად რომ მივყვეთ და ანუ რეალურად რომ მივყვეთ what the fuck ანუ არ გარდაიცვლება რა კაცი მაგის გამო მაქსიმუმ 2-დან 1-1 დაკარგოს ან ორივე არ ვიცი what the fuck ანუ შანსი არა მაგით კაცი არ გარდაიცვლება და ჯერ ანუ მე პატიოსან ადამიანს რომელსაც არც შეუგინია YouTube-ის ვიდეოში და
ძალიან დიდ პატივს ემს გოგოსაც და ბიჭსაც, გენდერსაც და ყველაფერს, საერთოდ და ჩემი ვიდეოებში ვინც კი უყურებს ჩემი ვიდეოებს, ყველას გეცოდინებათ, რომ მე ძალიან დიდ პატივს ემ ადამიანებს, თუ რა თქმა უნდა ეხა წყობილებიდან არ გამომიყვანეს და რაღაც კარეტინობა და დებილობა არ ჩაეკურხეს ჩემზე TikTok-ში, ანუ YouTube-ში, წყობილებიდან არ გამოდივარ და ცენზურას არც ვარ ღვე მე, მაქსიმუმ გავილანძღო და 1-2 სიტყვა თქვა. არც უზრდელობდა არაფერი და ანუ ეს ბიჭი თურმე ვინც ეს დაუდია აწერია Luka TMG fan და უდევს ჩემი ფოტო, როდესაც ანუ ხო რა მივხვდებით ახლა შედით ამის TikTok ვერზე თუ გინდა დაfollow-ს თუ გინდა არა, აი აგერა მოვარდება მის TikTok არხი, თუ გინდა დაfollow-ს თუ გინდა არა, მაგრამ რაღაცებს ვიტყვი და თქვენ გადაწყვეტეთ მე დასაფოლოებელია თუ არა ეს ბიჭი. ან გოგო არ ვიცი რომელია, მაგრამ დაიკიდეთ. შეხედეთ, ანუ ამ ბიჭმა დადო ჩემზე ვიდეო, Luka TMG გარდაიცვალაო, კაროჩი და ამ ვიდეოს აქვს ბევრი ნახვა და ბევრი ლაიქი. ხო და კომენტარებს გადავხედე და ანუ კითხულობ, რომ ანუ Luka TMG არ გარდაცვლილაო, წეღავ ნახეო ქუჩაშიო, ფოტო გადავიღეო მასთანო, ჩემი კლასელი არ გადაცვლილაო, ზოგიერთ მას შეიგინა კიდეც ეს ხო არა ხარო, ის ხო არა ხარო, ეს ხო არა გაქო, მე თითოეულს არ ვიტყვი, არ დავასახლებ, იმიტომ რომ ცენზურას ვიცავ YouTube-ზე და TikTok-ზე ორივეგან და ბევრი იგინებოდა კიდეც რომ ამ ვიდეოს დამდებს ესაო და ისაო, არ დავასახელებ, იმიტომ რომ ცენზურას ვიცავ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი. და ბევრი იგინებოდა ამასთან დაკავშირებით, ბევრმა დამიცვა და მადლობა გულში ხართ თითოეული ადამიანი, ვინც დამიცვა და თქვა რომ არ არის მკვდარიო, ჩემი ძმარიო, ჩემი მეგობარიაო, კლასელიაო, ასე და ასე შემდეგ, მაგრამ თითქმის ყველა კომენტარის ქვეშ ვიღაცა გამოხტა, ვიღაცა კიდევ რომელმაც ეს დაიჯერა ან კიდევ ერთ-ერთი მორიგი კლოუნია ასე ვთქვათ, რომელსაც უნდა რომ გარდავიცვალო ან ასეთი რაღაც კარეტინობა და მე წერს რომ Luka TMG ნათელი სანთელიო და ხო და წერენ ასეთ რაღაცებს რომ Luka TMG გაფრინდაო იქით სამყაროშიო, ღმერთმა განასვენოსო და ანუ what ვერ ვიაზებ თავში კიდევ როგორი დონის დებილები არიან ეს ტიპები. What the fuck. ეხა ვილაპარაკებ ჰეითერებზე მეგობრებო და მოემზადეთ ჰეითერებო ერთი ადგილი სასაწაოდ. ანუ ჰეითერებო მოგმართავს თქვენ, ანუ დებილები, მაგარი დებილები ხართ იმენა. ტიპები კომენტარებში მაგინებენ, აი ზეთეო, მოდივარო, 5 წუთში მოდივარო და ბევრი ჰეითერების უმეტესობა შემხვდა ქუჩაში და ვაი, შენ Luka TMG არა ხარ, ზუდ ბრატ და ესე ჩასელფავენ, კაროჩე, ჩემთან ერთად და მე გახედავენ ერთმანეთს ვაკაცები და იცინიან და ვითომ ვერ უწვავ რა, კაროჩე, რა ხდება და მეც არ ვიმჩნევ რომ ჰეითერები არიან, კაროჩე და იმენა ევასებათ ჩემი YouTube არხი ოღონდ ღადაობის პონჩი რომ იღადაონ, ეგ ევასებათ და ესე ჩასელფავენ და მე ძმაკაცებთან გააბლატავენ Luka TMG ნახე რა სიგმა ბოი და აზეთილი ბიჭი ნახეო და რაღაც ანუ what the fuck ანუ მართლა ჰეითერებო თქვენ ხართ კარეტინები მენას, ჩამოყალიბებული კარეტინები, დებილები და ანუ როგორ თქვა, ანუ ძროხის ფუნის ნაშიერები ხართ იმენა პირდაპირ მნიშვნელობით. ესე დაგამცირეთ თქვენ ჰეითერებო, იმიტომ რომ თქვენ ელემენტარული ზრდილობა არ ყოფნით ცენზურის დაცვა და ასე შემდეგ არ ყოფნით თქვენ ეს ყოველივე, მით უმეტეს იმ ვიდეოს შემდეგ რომ მე ვთქვი ჩემი ოჯახური სიტუაციის ნახევარი მოგიყევით, რა სიტუაცია მქონდა ოჯახში და ანუ როგორ მიჭირდა კაროჩე და რო იზახით ზოგიერთი რომ ანუ ძმას იმენა რა სეტაპი აქვს შეხედე უკან ნახე რამდენი რამე აქვს სკამს ყიდულობს და თქვენ ანუ ხართ ეს ადამიანები ვინც ამ კომენტარებს წერთ ჰეითერები და ამ წოვარი ბავშვები ღლაპები რომელიც გადმოდიან Luka TMG-დან და მიწერენ რომ ბიჭო რა Luka TMG დაგცინა და რაღაცები რა და ამ დროს მე კიდე ვაფშე ჩემზე ზემოქმედებას არ ახდენს ეს პატარა 7 წლის ღლაპები იმენა ტიპები კომენტარებში მოდიან და მაგინებენ თვითონ ჩემზე რაღაც ზეწოლას ახდენენ, მაგრამ სინამდვილეში არც კი მოქმედებს ეს რაღაც პანტა-პუნტა რაღაც კომენტარები, ხო და მეგობრა რომ მიუმართავ იმ ადამიანს რომელიც წერს რომ აი სკამი იყიდა ძმამ ნახე რა საჭი აქვს, ნახე რა სეტაპი აქვს, ძმამ ამას უჭირს და ანუ შენ მაგარი ამწვარი გაქვს მეგობარო პირდაპირ მნიშვნელობით რო გითხრა პატარა ცენზურას
დავარღვევ ხა არ არის დავარღვევ მაგრამ მაინც ხო ეგეთები ხართ ეს ჩემი ჰეითერები რადგან თქვენ გადარდებთ მე რა მაქვს და რა არა მაქვს შენ ერთ ადგილს მიხედე ჩემო ძმაკაც და შენ თავს მიხედე აქ არავინ არ არის შენი დასაცინი და არავინ არ არის აქ შენი საღადაო მე სკამი რომ აქვს მე საჭირო მაქვს მე სეტაპი რომ აქვს ეს ჩემი ფული არ არის მეგობარო ეს არის ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ფული დედა ჩემი ხარჯავს ყველაფერში თავის სიამოვნებას იკლებს და რაც თვითონ უნდა იყიდოს მყიდულობს მე იმ ნივთებს საჭე გინდა კლავიატურა გინდა კედელზე ნივთები გინდა რაც კი მაქვს მეგობარო იკლებს დედა ჩემი თავისი ასე ვთქვათ ბიუჯეტიდან და მყიდულობს მე რომ არაფერი მომაკლდეს და სხვას რო შევხედავ და რაღაცა აქ მე არ ვთქვა რომ აი მეც მინდა და როდის მეღირსება და ეგეთები რა ესეთებს იძახიან ეს ჩემი ჰეითერები რომ ნახე რა სკამი აქვს ძმას ნახე რა საჭი აქვს ნახე ტიპი რა მიკროფონი აქვს და what the fuck ტიპებს ის ანაღლებთ მე რა მაქვს და რა არა მაქვს თვითონ თავიანთ ერთ ადგილებს კი არ უყურებენ ტიპები და თვითონ კი არ ცდილობენ რომ რაღაც ამაღლდნენ და დამეწიონ ან რამე ელემენტარული გააკეთონ თავიანთ ცხოვრებაში უყურებენ სხვებს და შემოდიან მერე აქ ელემენტარულ ავიღოთ მაგალითად ჩემი თავი იღებენ საღადაო ტიპს ვითომ რაღაცა კრინჯი ტიკტოკები აქვს და რაღაცა და შემოდიან ესეთ კომენტარებს წერენ და ბიჭო ნახე რა კომენტარი დაუწერე ნახე ბიჭო და ესეთებს აკეთებენ და მე მაგარი არ მსიამოვნებს ეს ფაქტი და პირდაპირ ჰეითერებს ვეუბნები ხა რომ კომენტარებში ესეთ რაღაცებს ვინც მიწეს ნახე რა ნივთები აქვს ბიჭო ამას და ეს ამას ეხა როგორ უნდა უჭირდეს ოჯახში და ესეთები და აი ესეთი ხუწუში მოვდივარ მით უმეტეს იმ ვიდეოს მე რაც დავდე რომ მეთქი ოჯახში ესეთი და ესეთი სიტუაცია მაქვს მეთქი იმ ვიდეოს მე ვინც კი მიწერს რომ აი ზეთეო ის ქუჩაში შემხვდება და მეტყვის რომ ესეთი რაღაცებს გიწერო და ელემენტარული ჩაცნებას დავინახავ და მივხვდები თუ არა რომ ის უკვე ჩემი ფანი აღარ არის და ის ჩემი ჰეითერია დედას უტირებ ადგილზევე პირდაპირ მნიშვნელობით დედას უტირებ ადგილზევე მოემზადე ჩემო ძმაკაც ვინც ჩემი ჰეითერია ქუჩაში შემხვდება თუ არა ჩავაძაღლებ იქვე პირდაპირ მნიშვნელობით ჩავაძაღლებ იქვე დედას უტირებ იმ ადგილზევე ნებისმიერს ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერს ხელში ამომივიდა უკვე აღარც ცენზურა შველით თქვენ აღარც ცენზურის დაცვა აღარც ნორმალური ადამიანური ლაპარაკი და როგორც ყველა ჩვეულებრივი ჭკვიანი და ცოტა აი რომელსაც IQ გააჩნია ტვინში ყველა იძახის და ყველა მეუბნება რომ შენო ზმაო ყველაფერი ცადეო სიტყვითაც ელაპარაკეო ამ შენ ჰეითერებსო და ამ შენ ამწვარ ძმაკაცებსო და ვიღაცებსო ვინებიც არიანო ელაპარაკეო შენო ნორმალური სიტყვითო არც იგინეო არც ილანძღეო და არ უშველაო ხო ხედავ ამიტომ ადექიო და ვინც მასე იძახისო კიდეო პირდაპირ გლეჯეო და მასეც ვაპირებ იმიტომ რომ თქვენ არც სიტყვა გშველით არც ნორმალური ლაპარაკი არც ცენზურის დაცვა და ასე შემდეგ ასე რომ მეგობრებო ჰეითერებს კარგი დღე არელით როდესაც ქუჩაში შემხვდებიან დედას უტირებ ადგილზევე თითოეულს მოდით აბა და ქუჩაში გამაჩერეთ და მითხარით რომ შენ ეს ვიდეო როდადე მეს მიგულისხმეო კი გიგულისხმე თუ ასეთი კომენტარი დაწერე მეგობარო შენ და აი ზეთე და ესეთი რაღაცა კიდე დამიწერე იმ შეგნებული ვიდეოს მერე რაც მე ვთქვი რომ ოჯახში ესეთი სიტუაცია მაქვს მეთქი იმის მერე ვინც კიდე მიწერს და თუ თქვა რომ შენ მე მიგულისხმეო და მე რო შევეკითხები რომ თუ ესეთი კომენტარი დაწერე კი მეთქი და იმან კი დაუწერეო მე არც მოვერიდები პირდაპირ სახეში ვგლიჯავ და დედას უტირებ ადგილზევე ხალხმრავლობა უნდა იყოს თუ რა მე ხელში ამომივიდა უკვე მე ჩემი სიტყვა ვთქვი მეგობარო და უკვე შენი საქმეა ეს კიდევ გააგზელებ თუ არა ამის წერას ვაფშე ადამიანის სიკვდილზე რატო უნდა ეღადაო ვაფშე ჩემ აზრამდე არ დადის და არავის აზრამდე არ დადის ყველამ ეგ დაწერა კომენტარებში რომ ადამიანის სიკვდილზე რატო უნდა იღადაო ადამიანმა შენ გამოდი ხარ სატანისტი და არასწორი ადამიანის გაზრდილი და შენ არასწორი ოჯახიდან და არასწორად გაზრდილი ყოფილიყარ ძმაო და არასწორი ოჯახიდან გამოსული ხარ შენ ადამიანის სიკვდილზე რომ ღადაო ეგ არ არის ნორმალური საქციელი და ეგ არ არის კაი საქციელი რომ თან მით უმეტეს მიზეზი რა მიზეზი მოიყვანა ტიპმა გამიგია ხო გარდავიცვალე კაი გარდავიცვალე ხო მოვკვდი აღარ ვარ მაგრამ მიზეზი ან ავარიაში მოვყევი და ზოგიერთი კიდე ვინც წერდა რომ ეს მართალი ამბავიაო და რეპოსტიო და რაღაც დებილობები კიდე რეპოსტი დაადე საბიასო და რაღაც
დედას უტირებ თითოეულს. კიდევ ერთხელ ვიძახი, ვინც ამ ვიდეოში, ანუ ჩემი გარდაცვალების ვიდეოში წერდა, რომ ეს ამბავი არის ნამდვილი და ასე შემდეგ არ მადარდებს მე 15, 16, 17, 18, 19, 20 წელი, რამდენისაც არ უნდა იყოს, პირდაპირ გლიჯავ სახეში, იმიტომ რომ მე ასეთი რამე მაკადრა და ეს უკვე აღემატება ყველანაირ საქციელს და ყველანაირ ჰეიტს აღემატება, რადგან ეს უკვე ადამიანის სიკვდილზე გადაობაა და ეს უკვე სიკვდილი ხო ჯერ საშინელება ღმერთ მარქნას და არც ერთი არ მოხკლათ ჩემს აქში. მე ვარ 13 წლის და 13 წლის ადამიანი ღმერთ მარქნას და არ მოკლას და 13 წლის ადამიანი ჯერ ხო ანუ არც მოხუცი ვარ არაფერი ხო? ვარ 13 წლის და ტიპი 13 წლის გარდაიცვალა ანუ ეგ ხო ცალკე საშინელებაა რომ არასრულწლოვანი ადამიანი გარდაიცვალა თან რა მიზეზით. ეგ ვაფშე საშინელებაა და ამ ვიდეოს ახლა მე დავასრულებ ამ სიტყვებით. ჰეითერებო მოემზადეთ ქუჩაში, თუ შემთხვევით თითოეულს დედას გიტირებთ პირდაპირ მნიშვნელობით და ყველას ჩაგაძაღლებთ ადგილზევე და მოემზადეთ. აღარ მარაღლევს მე არ თქვენი ჰეითი, აღარ თქვენი გინება, აღარ თქვენი აიზეთე, პირდაპირ ეგრევე გატაკებთ ეგრევე სახეში. ვინც კი ესეთ რაღაცას წერდა, всё, მე ამით ვამთავრებ ამ ვიდეოს. ჰეითერებზეც ვილაპარაკე, ამ ვიდეოზეც ვილაპარაკე, ცოტა ნერვები მოვიშალე, ცოტა სევდიანი ამბებიც იყო, მაგრამ მეგობრებო, როგორც წინა ესეთ ვიდეოზე მოხდა, რომ ედიტები გააკეთეთ, ამ ვიდეოდანაც ეს მომენტები ამოჭერით, ჰეითერებზე რა ვიძახდი, ამოჭერით და გააკეთეთ, მეგობრებო, და იცი კომენტარი ჩამოწვა შენი. გააკეთეთ მეგობრებო ედიტები ამ ვიდეოზეც, ამოჭერით რაღაც მომენტები, რაც თქვენ გაგიწოდებათ, გააკეთეთ ედიტები ჩემ ვიდეოებზე და მომთაგეთ მეგობრებო თითოეულ ვიდეოზე, რაც კი ჩემზე გააკეთებთ ედიტებს და შემდეგ ვიდეოში უკვე დავარეაქტებ აუცილებლად თქვენ ედიტებს მეგობრებო. ამოჭერით ამ ვიდეოდან რაღაც კადრები, გააკეთეთ ედიტები, დადეთ TikTok-ზე და მომნიშნეთ აუცილებლად. ვინც არ მომნიშნავს, ის ვიდეოში არ ჩაჯდება. და თუ გინდათ ვიდეოს ბოლოში უკვე თქვენი ნიკნეიმის მიაწერეთ TikTok-ის რომ გამოჩნდეთ და გაგისწოროთ ხასიათი ამოჭერით ამ ვიდეოდან რაღაც მომენტები, გააკეთეთ ედიტები და მომნიშნეთ და შემდეგ ვიდეოში უკვე დავარეაქტებ ამ თქვენ ვიდეოებს. ასე რომ მეგობრებო, გისურვებთ ყველას წარმატებებს, ჰეითერებს დაერხათ მაგარი და დედას უტირებ ადგილზევე, ვინც შეხვდება ქუჩაში, უკვე ყელში ამომივიდა ეს სიტუაცია. ასე რომ მეგობრებო, bye bye და შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.